ქვეყნების ინტერესებს. განცხადებასთან დაკავშირებით ნახავთ სტატიას, სადაც თქვენი მეგობარი საუბრობს, როგორ არა აქვს კაპიტალაძესთან ურთიერთობა. დიდი ხანია შეწყვეტათ კონტაქტი მასთან და რა ამ გამოიწვია? და რა გნებავთ თქვენ, რა პასუხი გაინტერესებთ ჩემგან? რა პასუხს ელოდებით ჩემგან, მაშინ, როდესაც უკრაინა არის უმძიმეს მდგომარეობაში და მე არაერთხელ გამიკეთებია განცხადება ამასთან დაკავშირებით, რომ მტერს არ უსურვებ ისეთ მდგომარეობაში ყოფნას, როგორც მდგომარეობაში დღეს უკრაინა და უკრაინელი ხალხი იმყოფება. დღეს უკრაინა არის განსაცდელში, სისხლისგან იცვლება და შევჩენკოს რაც შეეხება, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ დღეს არის ის ჭირის უფალი. შესაბამისად, მე როგორც ქართველ კაცს, ქართველ ადამიანს, ჩემი კულტურიდან, ტრადიციებიდან გამომდინარე, შევიდე პოლემიკაში ჭირის უფალთან, ეს კატეგორიულად მიუღებელია, ან რაიმე განმარტებები ვაკეთო აღნიშნულთან დაკავშირებით. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მალე დამთავრდება ის საშინელება უკრაინაში და უკრაინელი ხალხი შეძლებს გაანალიზებას იმისა თუ რა მოხდა და ჭრილობების მოშუშებას. მე მშვიდობას უსურვებ უკრაინელ ხალხს.